შუადღე მშვიდობის დღეს პარასკევია ტრადიციულად საათის აღნიშნულ პერიოდში სპორტის თემის დროა. დღეს ვისაუბრებთ სპორტის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში, იმის გათვალისწინებით თუ როგორი არის გლობალური გამოწვევები მთელი დედამიწის მასშტაბით იმ დროს, როცა მაგალითისთვის ავსტრალიამ სოციალური ქსელები აკრძალა ზოგადად 18 წლამდე მოზარდებისთვის ძალიან ბევრი საერთო პრობლემაა, მათ შორის საქართველოშიც და სასკოლო ასაკში სპორტული აქტივობის მნიშვნელობა დღეს ალბათ ერთიურად გაზრდილია. თამარ მანჯავიძეა ჩვენი სტუმარი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი და სწორედ მისგან გავიგებთ რა არის აუცილებელი, რა არის სავალდებულო და ზოგადად რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, განსაკუთრებით მათ, ვისაც გვაქვს ურთიერთობა აღნიშნული ასაკის ადამიანებთან. პირველ რიგში მადლობა, რომ გვითმობთ დროს. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. სამწუხაროდ არის სიტუაციები, სადაც ესე სერიოზულად არ აღიქმება სასკოლო სპორტის მნიშვნელობა, ადრეულ ასაკში სპორტის დატვირთვის მნიშვნელობა და ამ აქტივობის თითქოს უგულვებელყოფა ხდება, მაგრამ როგორც ჩანს ეს არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი და ჩვენ აქ ვუშვებთ შეცდომას. პირველ რიგში რო შევაფასოთ, რატომ უნდა მივაქციოთ ზოგადად ყურადღება ბავშვების სპორტში ჩართულობას და წინააღმდეგ შემთხვევაში რა შედეგები შეიძლება გქონდეს. მადლობა მოწვევისთვის და ასეთი საინტერესო თემის წამოწევისთვის. აი ეს საკითხები რომ განვიხილოთ, ძალიან მოკლედ უპირველესად მე ვიტყვი რას ნიშნავს ფიზიკური აქტივობა და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. ფიზიკური აქტივობა არის ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ჯანსაღ კვებასთან და სხვა მიმართულებებთან ერთად და ფიზიკური აქტივობა განიხილება როგორც ადამიანის ჯანმრთელობის ხელშეწყობის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და არა მხოლოდ მოზრდილის რასაკვირველია ბავშვობის ასაკშიც და ბავშვობის ასაკში ფიზიკურ აქტივობას და მისი ჩვევის ჩამოყალიბებას აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ის არა მხოლოდ ჯანმრთელობის შენარჩუნებას უწყობს ხელს, არამედ განვითარებას ზოგადად. აი მარტივად რომ გავაგებინოთ ჩვენს მაყურებლებს, მსმენელებს, ანადობის ჩამოყალიბება, ფიზიკური პროპორციების ჩამოყალიბება, გონებრივი ჩამოყალიბება და ზოგადად ფიზიკურ აქტივობას განვითარებაში 50%-იანი წილი აქვს. აქედან გამომდინარე, ალბათ უკვე გასაგებია, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი იყოს ჩაბმული ფიზიკურ აქტივობაში და ერთ შესწორებასაც გავაკეთებ. ბავშვებთან სიტყვა სპორტი არ იხმარება. დაახლოებით 12 წლამდე ასაკში. ეს უკვე გადაწყვეტილება არის, საერთაშორისო გადაწყვეტილება, იმიტომ რომ სპორტი არის მაღალი მიღწევების სპორტი და აქტივობა სპორტული სახეობებშიც კი, აი თამაშის ფორმით იხმარება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. 12 წლიდან უკვე დასაშვებია, რომ ბავშვი გადავიდეს სხვადასხვა სპორტულ სახეობაში, უკვე ასაკის შესაბამის დატვირთვებში რასაკვირველია და არა ისეთში, მაგალითად, რომელიც 18 წლის მოსწავლეს მოეთხოვება, განსხვავება უნდა იყოს 12 და 13 წლის ბავშვთან მიმართებაში. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ბავშვის განვითარების ხასიათზე, როდის რა თვისება ვითარდება, რა შესაძლებლობები აქვს ბავშვს და სკოლის ასაკში, როდესაც ბავშვები არიან ჩართულები ფიზიკურ აქტივობაში, იქ აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული აი სასკოლო ასაკის ფიზიკური განვითარების თვისებები. მხოლოდ ამ შემთხვევაში მივახსენებთ ჩვენ ამ ასაკის ბავშვებთან წარმატებას და ამავე დროს მათ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ მომავალში იყვნენ წარმატებულად დაკავებულები, ჩართულები ფიზიკურ აქტივობაში, ან გახდნენ წარმატებული სპორტსმენები. ჩვენთან საქართველოში არსებობს სასკოლო სპორტის ფედერაცია, მე ვიცი რომ თქვენ თანამშრომლობთ და გარკვეული კომუნიკაცია არსებობს, როცა იგეგმება კონკრეტული აქტივობები. თქვენი რეკომენდაციები რა იყო სასკოლო სპორტის ფედერაციის სამუშაო არეალში და რა მიზნებს ემსახურებოდა გარდა იმისა, რომ თქვათ ბავშვები იყვნენ აქტიურები? ეს ძალიან კარგი შეკითხვაა. სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია გარდა იმისა, რომ ჩემთან და ჩემს კოლეგებთან თანამშრომლობს, ის საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობს სასკოლო სპორტის ოლიმპიადასთან და გიმნაზიადასთან და ისინი მაქსიმალურად იზიარებენ საერთაშორისო რეკომენდაციებს და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციებს ბავშვის ფიზიკური აქტივობით და სპორტით დატვირთვასთან დაკავშირებით. ეს ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და მეორე
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ის, რომ ისინი დაკავებულები არიან სხვადასხვა სპორტულ სახეობაში მასობრივი, ანუ სპორტი ყველასათვის აქტივობით, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ბავშვები მონაწილეობენ სკოლიდან, არა მხოლოდ განსაკუთრებული სპორტული ნიჭით დაჯილდოვებულები, ან ისინი, ვინც მაღალი მიღწევების სპორტის წრეებზე დადიან, არამედ ყველა მონაწილეობს. ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ იყოს ჩართული იმ სპორტულ სახეობაში, რომელიც მას მოსწონს. როგორც გოგონები, ასევე ვაჟები, სხვათა შორის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ბავშვთა სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს გენდერულ თანასწორობას, ანუ ქალებისა და ვაჟების თანაბარ მონაწილეობას და მათი შესაძლებლობების თანაბარ განვითარებას. ეს საერთაშორისო მოთხოვნაც არის სხვათა შორის და არის ისეთი სპორტული სახეობები, როგორიც არის მაგალითად მინი ფეხბურთი, მინი კალათბურთი, გოგონების გუნდები არის, აქვს ბადმინტონის შერეული გუნდები ვაჟებისა და გოგონების, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო შეჯიბრებებზეც იღებენ მონაწილეობას. და სასკოლო სპორტის ფედერაციის დამსახურების სახით ვიტყვი იმას, რომ ისინი უკვე ძალიან დიდი ხანია მონაწილეობენ კი არა, ხელს უწყობენ სკოლების ბავშვების მონაწილეობას მათ შეჯიბრებებში და აი ეს აქტივობები გამოსულია გაკვეთილიდან გარეთ. ანუ ფიზიკური აქტივობის და ფიზიკური აღზრდის გაკვეთილი, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი ბავშვის ფიზიკურ აქტივობაში ჩართვისა და განვითარების ხელშეწყობისთვის, ნამდვილად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ შესრულდეს აი ესეთი საერთაშორისო რეკომენდაცია, რომ ბავშვი სულ მცირე ყოველდღე უნდა იყოს ფიზიკურად აქტიური 60 წუთის განმავლობაში, რომ ფიზიკურ აქტივობას მისი ჯანმრთელობისთვის, მისი განვითარებისთვის გარკვეული აზრი ჰქონდეს. აი სწორედ ეს შიდა სასკოლო სკოლებს შორის რეგიონალური შეჯიბრებები, რომლებიც გარკვეული სქემით ტარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით და ძალიან ბევრი სკოლა არის უკვე ჩართული, დაახლოებით 100,000 ბავშვი, ხა თუ არ ვცდები, შეიძლება ცოტა მეტიც იყოს, ეს შარშანდელი მონაცემებია, მონაწილეობს ამაში და ისინი მხოლოდ ერთ შეჯიბრზე გამოსვლით კი არ კმაყოფილდებიან. მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს ვარჯიში, მიმდინარეობს მუშაობა და უზრუნველყოფს ეს ყველაფერი იმას, რომ ბავშვს განუვითარდეს ფიზიკურ აქტივობაში ჩართულობის ჩვევა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დაინტერესდეს რომელიღაცა კონკრეტული სპორტული სახეობით. ამ ვარჯიშებმა და ამ შეჯიბრებებმა ძალიან ბევრი ბავშვი გამოავლინა, რომელიც სპორტში გადავიდა შემდეგ. უკვე პროფესიული სპორტის ბაზაც არის ერთი მხრივ და წვდება საქართველოში ყველას თითქმის რეგიონებს, სოფლებს, დიდ ქალაქებს და ასე შემდეგ. იცით რა მაინტერესებს? ჩვენ საუბრობთ დღევანდელ დღეს პრობლემებზე და ამ პრობლემების თავიდან არიდების მექანიზმებზე. მექანიზმი მეტნაკლებად გასაგებია. ადრე იყო ესეთი სიტუაცია, ბავშვი თუ კონკრეტულ სპორტზე შედიოდა, იყო ერთი მოცემულობა, ან თავად სურდა, ან მშობლის რეკომენდაცია იყო და ესეთი დამოკიდებულებაც არსებობდა, რომ არარეალიზებული მშობლები უფრო აქტიურები არის, არარეალიზებული სპორტში, ან ფეხბურთი ვერ ითამაშა და შვილი უნდა რომ გახდეს ფეხბურთელი და ასე შემდეგ. დღეს უკვე ჩვენ საზოგადოებაში ძალიან ხშირად გვესმის საუბარი იმის შესახებ, რომ ოღონდ რამე სპორტზე ევლო ბავშვს და არ ქონდა მნიშვნელობა და დავიწყეთ თქვა სპორტის ძებნა და მე მივიყვანეთ და ასე შემდეგ. ანუ დღეს მეტნაკლებად საზოგადოებამ გაიაზრა მნიშვნელობა, რომ ეს ძალიან სასარგებლოა და საჭიროა და მეორე მხრივ, რა არის მთავარი გამოწვევები? თუ შეგვიძლია რომ თქვა აი სამი ყველაზე დიდი გამოწვევა, თქვა თანამედროვე პერიოდისა, რაც არსებობს ბავშვებთან მიმართებაში და აქტივობასთან დაკავშირებით. ხო, ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ ის, რომ ჩვენი ბავშვების და მთელი მსოფლიოს ბავშვების დიდი ნაწილი გადასული არის მჯდომარე ცხოვრების წესზე. დღეს ერთ-ერთი ძალიან სერიოზული გამოწვევა არის ეკრანი. და ეკრანთან დამოკიდებულება, რომელიც პროპორციულად იზრდება, გეომეტრიული პროგრესიით იზრდება ყოველდღიურად და ასაკიც მცირდება. აი პატარა ბავშვებიც კი წლიდან კი აი მშობლები ხანდახან ძიძის მაგივრად ხმარობენ ეკრანს, ჩაურთავენ ბავშვს და ბავშვი აქედან იმდენად ეჩვევა ეკრანთან დამოკიდებულებას, რომ ცოტა რომ წამოიზრდება და უკვე მშობელმაც იცის, რომ ეს არ არის კარგი, სრულიად გაუგებარია ამ ბავშვისთვის, რატომ უშლიან ეკრანთან ჯდომას, მაშინ
წინ, როდესაც ის თავად მშობლებმა მიაჩვიეს ამას. ეს გახლავთ ძალიან სერიოზული ფაქტორი ჯანმრთელობის, მხედველობის, გონებრივი განვითარების ხელშემშლელი ფაქტორი და აქედან მოდის შედარებით უფრო ჭარბწონიანობა, ხერხემლის პრობლემები. ძალიან დიდი პრობლემა არის ჭარბწონიანობა, ამავე დროს, იცით, ერთმანეთთან არის დაკავშირებული ეკრანთან ჯდომა და ეკრანთან ჭამა. ბავშვები, ხო, აი სპეციალური ტერმინიც კი შექმნა მედიცინამ, ბავშვები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში კომპიუტერიდან არ დგებიან, ვერც კი გებულობენ რამდენ სჭამენ, მაცუნობენ და თან აქ ემატება ის, რომ იქ სადილს კი არ ჭამს ბავშვი, ჭამს ტრაფიკოების პროდუქტს. და ეს ყველაფერი არის ხელშემწყობი ფაქტორი ჭარბი წონის, სიმსუქნის და არა მხოლოდ დიაბეტის და ძალიან ბევრი სხვა დაავადების განვითარების და პირიქით ფიზიკური აქტივობა გახლავთ ის ფაქტორი, რომელიც ესეთი დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს. მიუხედავად იმისა, ასე იქცევა ადამიანი თუ არ იქცევა. აუცილებელია, რომ ფიზიკურად იყოს აქტიური და ბავშვობიდან იყოს აქტიური, რომ ჩვენ ისეთი გავრცელებული დაავადებების, როგორიც არის კიბო, დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა, შევამციროთ რისკები. აი ამას აკეთებს ფიზიკური აქტივობა. შესაბამისად, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, სადაც ესეთი გამოწვევები არსებობს, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთა ჩართულობას ფიზიკურ აქტივობაში ძალიან დიდი ყურადღება დაეთმოს და მშობლების განათლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი თქვენ თქვით წეღან და მე აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ მშობლების დიდი ნაწილი და დღესაც არსებობენ ესეთი მშობლები, კვლევით არის ეს დადასტურებული, რომ თვითონ რაზეც ვერი არა, რაც უნდა და ძალიან რომ გამოსულიყო და სურვილი ვერ აიხდინა, იქ უშვებს ბავშვს, ჯერ კიდევ პატარას, ჯერ კიდევ გაუაზრებელს და ბავშვს ნაკლები შესაძლებლობა აქვს იმისა, რომ არჩევანი გააკეთოს. საქართველოში კვლევით ესეც არის დადასტურებული, რომ რეგიონებში ბავშვებს შეიძლება რაღაც გარკვეული სურვილები ჰქონდეთ, მაგრამ არჩევანის შესაძლებლობა იქ ფართო არ არის. აი ყველგან არ არის მაგალითად საცურაო დარბაზი, ყველგან არ არის მაგალითად ყინულის მოედანი და ასე შემდეგ. დღეს ინფორმაცია საკმაოდ დიდია სხვადასხვა სპორტული სახეობის შესახებ და ბავშვი, რომელიც უყურებს შეჯიბრს გადაცემას, ძალიან დიდი სურვილი შეიძლება დაებადოს რაღაცაზე იაროს, მაგრამ რეგიონებში, სოფლებში ამის ასაცილებლობა არ აქვს. დიდი სპორტული ღონისძიებები და ფორუმები, გარკვეული ახალი ათვლის წერტილი, იმიტომ რომ აი მაგალითად როცა ზურაბ ზვიადაურმა პირველად მოახერხა საქართველოს ისტორიაში ოქროს მედლის მოპოვება ძიუდოში, წამოვიდა თქვა ძიუდოს ტენდენცია, შემდეგ იყო რაგბი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ არსებობს ამე კონკრეტული რეკომენდაციები პირობითად 6-დან 10 წლამდე ბავშვებთან მიმართებაში, თქვა 10-დან 15-მდე და შემდეგ უკვე თინეიჯერობის პერიოდში ფიზიკური აქტივობის რა ნორმატივი შეიძლება შეასრულოს იმისათვის, რომ ჩავთვალოთ, რომ ჩვენ სწორად ვახორციელებთ ამ აქტივობას. ესეთი რეკომენდაციები არსებობს საკმაოდ ბევრი, ჩვენ ამის დრო არ გვეყოფა, მაგრამ ძალიან მოკლედ ჩამოგიყალიბებთ 6-დან 10 წლამდე ასაკის და მანამდე სხვათა შორის სკოლამდელი ასაკია 6 წლამდე და მერე ბავშვი აუცილებლად უნდა იყოს დაკავებული მისი ასაკის შესაბამისი ფიზიკური აქტივობით, რომელიც ძირითადად მოძრაობას და თამაშს გულისხმობს. მან უნდა ითამაშოს თუნდაც ფეხბურთის ნაირი ბურთთან ურთიერთობას შეეჩვიოს, ხო? ნებისმიერი მოძრავი აქტივობა, შემდეგ როდესაც სკოლაში შემოდის, არის ძალიან კარგად შესრულებული სხვათა შორის გრიფირებული სახელმძღვანელოები თანამედროვე, რომლებიც გვაძლევენ იმ მოძრაობების ჩამონათვალს, რისის სწავლებაც აუცილებელია საწყის ეტაპზე. აი ესე მოკლედ დავახასიათებ ამ მოძრაობებს. ეს არის, აი როგორც ანბანს ვასწავლით ბავშვს ABGD-ს ქართულში, იგივეს ვასწავლით ძირითად მოძრაობებს, ანუ მოძრაობის ანბანს ვასწავლით სკოლაში დაახლოებით 10-11 წლამდე, 10-მდე კი არა, 11-12 წლამდეა, რომ აი ამ მოძრაობების გამოყენებით შემდეგ ასაკში მან უკვე შეძლოს სპორტული სახეობების მოძრაობების ადვილად ათვისება და ადვილად გამოყენება. და აი 12 წლის შემდეგ ჯერჯერობით მსუბუქად, მაგრამ უკვე შეიძლება გარკვეულ სპორტულ სახეობებში ჩართვა და ამისთვის არის უფრო მეტად მაგალითად მინი ფეხბურთი, მინი კალათბურთი, არა დიდი სახეობები, იმიტომ რომ ბავშვს ამას
ასაკში ჯერ კიდევ უჭირს კომუნიკაცია. იცით, იქ თამაში სპორტულ აქტივობაში მონაწილეობა მარტო ფიზიკური შესაძლებლობების გამოვლენა არ არის. კომუნიკაციის დამყარებაც არის. ყურადღების განაწილება არის სხვადასხვა მხარეს, ხო? და ამიტომ ამასაც ვაქცევთ ჩვენ ყურადღებას და როგორი რეკომენდაცია მივცეთ, რომელ ასაკს, რომელ სახეობაში იყოს ბავშვი. ესეთი სპორტის სახეობების დაჯგუფება კიდე ცალკე შეიძლება, მაგალითად დადასტურებულია, რომ მაგიდის შოგბურთის მოთამაშე წამის განმავლობაში ყველაზე მეტ გადაწყვეტილების შესაძლებლობას იაზრებს გონებაში, აი ერთი წამის განმავლობაში. იგივე შეიძლება ვთქვათ შოგბურთზე, ბადმინტონზე. ყველაზე სხვათა შორის, აი კვლევა არის ჩატარებული ფეხბურთელებზე, ოღონდ ბავშვებზე არა, დიდებზე. აი ფეხბურთელი მაგალითად, აი ერთი მოძრაობა რომ შეასრულოს, ძალიან ბევრ ადამიანს აკვირდება გარშემო. წინ რა ხდება, უკან რა ხდება, თავის ფეხი როგორ ამოძრაოს და რომ დაარტყას ეს ბურთი სად უნდა წავიდეს და ესეთი ადამიანები, აი სწორად თუ არის დაგეგმილი ბავშვობიდან მოზრდილობამდე და ჩვენ იქ ასე ვთქვათ ჯანმრთელობის ნაღბები არ ჩავდევით ადამიანში ზედმეტი დატვირთვით, ხო? კარგად გაზრდილი სპორტსმენი თავისი ლოგიკური აზროვნებით და თავისი პრობლემის გადაჭრის უნარით გამოირჩევა უფრო ხარტი მგონებრივი შესაძლებლობებით, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი. რაც მაღალი მიღწევების სპორტში ყველაზე ძვირად ფასობს. ხო, რასაკვირველია. და სანამ დავასრულებთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, სამწუხაროდ ბავშვთა სპორტში ხშირად გვხდება ვითარება, როცა სპეციალისტები, მწვრთნელები შეიძლება ზოგი მათგანი არასათანადო კვალიფიკაციით ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტულ ასაკობრივ კატეგორიაში როგორი უნდა იყოს ფიზიკური დატვირთვა. არის თუ არა თქვათ მინიმუმი და მაქსიმუმი ზღვარი, თქვათ რომ რეკომენდაციის სახით გავცეთ, აი როდიდან შეიძლება მაგალითად რომ ბავშვები გადავიყვანოთ უფრო დიდ დატვირთვებზე, რასაც ქვია თქვათ აი გამძლეობის მომატება, სიმძლავრის მომატება, კუნთოვანი მასის განვითარება. გამძლეობის და კუნთოვანი მასის განვითარება არის ყველაზე მნიშვნელოვანი აი ამ ორი თვისების, როდესაც ჩვენ დატვირთვაზე ვსაუბრობთ. ბავშვი სანამ არის 12 წლამდე ასაკის, იქ არის დაშვებული მსუბუქი და საშუალო დატვირთვა. ვიცით ჩვენ რომ დატვირთვა სამი სახის არის, ხო? საშუალო, მსუბუქი და მაღალი და ძლიერი დატვირთვა. ძლიერი დატვირთვები არის მოტანილი, ამის შესაძლებლობა არის დაშვებული 15 წლის ასაკიდან, იმიტომ რომ 15 წლის ასაკი გახლავთ პერიოდი, როდესაც ძალა განვითარება თავის მაქსიმუმს აღწევს. მანამდე ბავშვს მაქსიმალურად განვითარებული ძალა და გამძლეობა არ აქვს. ამდენად როგორც არ უნდა დავავალოთ ის ფიზიკურად, ამას თვითონ ვერ შეასრულებს, იმიტომ რომ მისი სხეულის ფიზიოლოგია არ აძლევს ამის შესაძლებლობას. 15 წლიდან უკვე ამის შესაძლებლობები აქვს. და აი აქ რეკომენდაციებს როცა ვამბობთ და მწვრთნელების და ზოგჯერ მასწავლებლების გამოცდილებაზე როცა ვსაუბრობთ, ძალიან კარგია ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ბავშვებთან იმუშაონ ისეთმა ადამიანებმა, მწვრთნელი იქნება ეს თუ ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი, რომელიც განათლებულია აი ამ მიმართულებით და იცნობს და ისევ სასკოლო სპორტის ოლიმპიადას მინდა დაუბრუნდე, თქვა რომ მათ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ როგორც ბავშვები, ასევე ფიზიკური აღზრდის მასწავლებლები საერთაშორისო ჩემპიონატებზე გაიყვანონ 2 წელიწადში ერთხელ გიმნაზიადაზე. ნახეთ, იქ ოლიმპიადა არის, მაგრამ ოლიმპიადასაც არ ეძახიან. გიმნაზიადას ეძახიან და იქ ნახონ და გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებას, როგორ მუშაობენ პედაგოგები იქ სკოლებში, როგორ მუშაობენ მწვრთნელები და ბავშვები და აი ეს გამოცდილებაც, რომელიც აქამდე არ ყოფილა სხვათა შორის ფიზიკური აღზრდის მასწავლებას, არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ როგორც მაგალითად ფიზიკის ან ქართულის ოლიმპიადის ან სხვა ოლიმპიადის მონაწილეები სხვა ქვეყნებში დადიან, ამათ ეს არ ჰქონდათ და აქ ამის შესაძლებლობაც არის, რომ საერთაშორისო გამოცდილება იყოს გაზიარებული. დიდი მადლობა პირველ რიგში თამარ მანჯავიძე იყო ჩვენი სტუმარი და მე ახლავე ჩამოგართმევთ პირობას რომ ჩვენ ამ შინაარსის ინტერვიუზე კიდევ შეგაწუხებთ მომავალში, იმიტომ რომ ეს არის საკითხი, რომელიც ეხება აბსოლუტურად ყველა ოჯახს დედამიწის ნებისმიერ წერტილში და ბუნებრივია რომ საკითხები მუდმივად არის აქტუალური. ჩვენ უფრო მეტი კონკრეტიკისკენ წავალთ და მინდა რომ ახლავე დამთანხმდეთ რომ აუცილებლად თქვენ სტუმრებით კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ჩვენ ძალიან მალე დავბრუნდებით ეთერში.